სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი დღეს დეპრესიაშია. არ არსებობს სამუშაო ადგილები, არ არსებობს თავისუფალი დროის აზრიანად გატარების საშუალება და ასე უამრავ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ალბათ ამიტომაც გადაწყდა, რომ ქალაქი გამოეცოცხლებინათ და ჩინოვნიკების დაჭერის სანახაობა გაემართათ. შედეგად ერთი რამ მივიღეთ, პრობლემებზე საჯაროდ საუბარს ქუთაისელები გაურბიან. გასული კვირა დროების გადამღებმა ჯგუფმა ქუთათურებთან ერთად გაატარა. რა აკლდა უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის სახალხო დაპატიმრებებს და რატომ გახდა იუმორით გაჟღენთილ ქალაქში სიტყვა დეპრესია ასე პოპულარული. ქუთაისური დეპრესია ნახეთ დროების ჟურნალისტის დაჩი გრძელიშვილის სიუჟეტში. ქუთაისის კვალობაზე ქრისტინე და შორინა წარუმატებელი გოგონები არ არიან. ყოველდღიური სამსახურიც აქვთ, შესაბამისი ანაზღაურებაც და თავისუფალი დროც. ეგ არის, რომ არ აქვთ ადგილი, სადაც ამ დროს გაატარებთ. ახალგაზრდებს ცოტა მეტი ირდებათ ენერგია რო დახარჯონ. მეტი რამე ახალგაზრდული და ცოცხალი უფრო. მაგრამ არა ახალგაზრდული არის? ეს ყველაფერი არა ახალგაზრდულია. თავისუფალ დროს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ერთადერთ კეთილმოწყობილ ბაღში ატარებენ. შუა დღის შემდეგ კი სამსახურში მიდიან. გადოსნურ ოთახში თოჯინებად გადაქცეულ გოგონებს რთული და საპატიო მისია აქვს. ჯამბას სერგისთან ერთად პატარებს ხიარული შოუ უნდა მოუწყო. სულ ყველანი, ვინც იმყოფებით აქ უკლებრივ, დაპატიმრებული გზანდებით. ქუთაისში შოუს დიდებისთვისაც მართა. მოთხოვნილება აქაც ხელებზია. პატარების მსგავსად მისი მონაწილეებიდან ზოგი იცინის და ზოგი ტირის. აქ აურ წამყვანსაც დამსწრე საზოგადოების გართობაში თანაგუნდელები ეხმარებიან. მათი ფორმები ნაკლებად მხიარულია, მაგრამ ტელევიზორში ისე ხშირად ჩანან, რომ ქუთაისის სიყვარულით მათაც ტელეღიბუცებს უწოდებენ. მერიაში მუსიკა არ ყოფილა. ვიცემერებს მატარებლობანა მაინც ათამაშეს და შენობიდან სათითაოდ გაარბენინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ ენთუზიაზმი არ დააფასა. მთავარი გამოსასვლელიდან ვინც გამოარბენინეს, მერიაში მანამდე უკანასი სასვლელით რატომ შეარბენინესო. უკვე იყვნენ დაჭერილი 3 დღის წინ, მათ მოხსნეს ბორკილები, შეიყვანეს დარბაზში და აჯინეს და შემდგომ წაიკითხეს სია, ისევ დაადეს ბორკილი და გამოიყვანეს. ზვიად მანდარია, ირაკლი გოგლიჩიძე, დავით ჭავჭანიძე, ზვიად ძიძიგური, ყველანი იყვნენ ადრე დაკავებულები, ვიდრე ის კონცერტი გაიმართებოდა. ყველაფერზე შარის მოდებაც არ შეიძლება. ბავშვმაც კი იცის, რომ მსახიობები სცენაზე კულისებიდან შედიან. ოპოზიცია რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, ყურადღების გამოხმელება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შეიძლებოდა. სასურველი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თათბირზე გაყვანილ პატიმრებს ცოტა უფრო შეშინებული სახეები ჰქონოდათ. გამოყენებული არ იყო ხელოვნური ნისლი, მძიმე ტექნიკა. სპეცრაზმელებს იარაღი ერთხელაც არ გაუჩხაკუნებიათ. არადა ეს ყველაფერი ჰოლივუდის მძაფრი სიუჟეტის სახელმძღვანელოში პირველივე გვერდზე წერია. ჩვენგან მხარდაჭერა ჭირდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს თლიან. დამწყებ ხელოვნებას მართლაც უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ალბათ ამიტომაც დაპატიმრებამ ქუთაისელ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონცერტია თუ რა არის, ასე ხალხის დაჭერა რა ამბავია ეგ რა. დიდების შოუს მსგავსად ოპერატორი პატარების შოუზეც წინასწარ დაიბარეს. რობი მოვალეობა სერიოზულად იკიდება და ბოლომდე იხარჯება. კოლეგა გოგონების მსგავსად რობისაც თავისუფალი დროის გატარების პრობლემა ჰქონდა. ბევრი არ უფიქრია, მეგობრებთან ერთად დეპრესიულ ქალაქში როკ ჯგუფი დეპრესია ჩამოაყალიბა. სანამ ღამე და მძიმე როკის დრო დადგება, რობის თანაროკელები რესტორანში რომანსებს უკრავენ. ნამდვილ როკერს ყველაფერი უნდა ეხერხებოდეს. დრო სწრაფად გადის და დღის ბოლოს ლიდერი გუნდს სამუშაო ადგილზე აკითხავს. მოვალეობის საათები დამთავრებულია და როკ ჯგუფი დეპრესია ახლა შემოქმედებიდან უნდა დაიხარჯოს. ქუთაისელმა როკერებმა დეპრესიული ქალაქის გაღვიძება უნდა სცადოს. ნორჩი მსმენელი გაოცებულია, რადგან ვიოლინო მძიმე როკის არსენალში ჯერ არსად უნახავს. როგორც აღმოჩნდა, როკერების ატკივარი გულთან ახლოს ქუთაისში მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებმა გაიზიარეს. დეპრესია ფანებს საფუძვლიანად აგროვებს და პროცესი ყველაზე პატარებიდან დაიწყო.
დანარჩენებმა სიფრთხილეს თავი არ ტკივაოდა, მუსის ქუჩიკოსებს შორიდან უვლიან. ალბათ ეშინიათ გადამდები არ იყოს. ბრატან! მშობლიური ქალაქის წინაშე საზოგადოებრივი ვალი ნაწილობრივ მაინც მოხდილია და გამთენიისას ლუდის დალევაც შეიძლება. ბარმენიც რობის გუნდის წევრია და ლუდთან ერთად ხელოვნებასაც ემსახურება. შენ რა ქონდა წევი? ხოიც რაღაც საკაიფო არ ხარ. მაგას ტექსტი მინდა რა, მაგას მომეცი რა. რობისა და მისი რაზმის საზოგადოებრივი აქტივობა ლუდის ბარში არ სრულდება. ქუთათურებმა მძიმე როკის თანხლებით უნდა გაიღვიძონ. ცოტამ თუ იცის, პასილოკის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის მეოთხე სართულზე რა რადიო ბალღამი ტრიალებს. მაშასე მოგესალმებით ვიფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ FM 102-სა და 5-ზე რადიო დეპრესიას. რადიო დეპრესია როკერებმა საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბეს. დენიკინის შტაბიდან წამოღებული დეტალებით პატეფონი რადიო გადამცემზე გადააწყეს და ეთერს მძიმე როკის დეპრესიული ჰანგებით აჯერებენ. რადიო დეპრესიას არც დეპრესიული მსმენელი აკლია. რასაკვირველია საკუთარი დეპრესიული მუსიკა. მუსიკა დაწერე შენ? აჰა, აბა მიდი აბა იმღერე. კი, უბრალოდ მაინტერესებს. ეს რეპის ერიში არის, ხო? ნუ სიმღერაა რა. სიმღერა. მიდი აბა. როგორც აღმოჩნდა, როკერი რობი რთული და შინაარსიანი მუსიკის სიღრმეს ადრეულ ბავშვობაში ჩაწვდა. პირველად 3 წელს ვიყავი, ეს იყო საფიჩხიაზე, გოგა ჯორჯოლაძედან დაიწყო ეს ყველაფერი. 3 წელს იყავი? კი. ესეთი რა დააშავე გასულ 3 წელს ბავშვი? ავი რაღაც ესეთი იქვე მქონდა რა ჩადებული ალბათ ისე. შენ კი ბავშვი იყავი? ალბათ ხო, შეიძლება.